მოგესალმებით. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი არსებით მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალობას, საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციას და აქტიურ თანამშრომლობას. პროგნოზირებადი, სტაბილური და განვითარებული ფინანსური სისტემა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქვეყნებს საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრიორიტეტებსა და იმ გზას, რომელსაც საფინანსო სექტორთან ერთად გავდიოდით. პრაქტიკა მაჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საორიენტაციო დოკუმენტად იქცა. სტრატეგიის დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, დაგეგმილ ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას, ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიებისთვის, ასევე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე უკვე დაიწყო მუშაობა. მომდევნო 3 წლის სტრატეგიაშიც ჩვენი მანდატი და ძირითადი ამოცანები, როგორებიცაა ფინანსური სექტორის მდგრადობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, უცვლელია და პრიორიტეტად რჩება. ასევე არ იცვლება ეროვნული ბანკის მისია და ხედვა იყოს დინამიური, ინოვაციური, მოქნილი, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, რომელიც იმსახურებს საზოგადოების კოლეგებისა და საზედამხედველო სუბიექტების ნდობასა და პატივისცემას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო სტრატეგიას წელს ახალი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებაც ემატება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიის დოკუმენტი ასახავდეს საერთო ხედვას, საუკეთესო პრაქტიკას, ტენდენციებს, მიმდინარე ან მოსალოდნელ გამოწვევებს და მათზე საპასუხო აქტივობებს. ამ მიზნით ეროვნული ბანკი აქვეყნებს კითხვარს, რომლის შევსების შემთხვევაშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაგვიზიაროს მოსაზრებები და წვლილი შეიტანოს 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის ფორმირებაში. მოგვართავთ თხოვნით, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, რათა ერთად განსაზღვროთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და გავგეგმოთ სამომავლო აქტივობები. მივესალმებით ამ პროცესში თითოეული თქვენგანის ჩართულობას.